ერთადერთი კვლევითი ცენტრი რეგიონში, სადაც უნიკალური კვლევების ჩატარება იქნება შესაძლებელი, დღეს ცნობილი ხდება მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც ლუგარის სახელობის ლაბორატორია დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრს უნდა გადაესცეს. ცენტრში მიმდინარე კვლევებს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალისტები დააკვირდებიან. სენატორ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში ლაბორატორიული კვლევები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ლაბორატორიების სრულმასშტაბიან ფუნქციონირებაში ქართულ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი მკვლევარებიც ჩაერთვებიან. ცენტრში, რომელიც თბილისში 150 მილიონიანი ამერიკული ინვესტიციით აშენდა, პირველი მოსამზადებელი ეტაპი უკვე დასრულებულია. ეს ძირითადად არის ფოკუსირებული ინფექციურ დაავადებებზე, ანუ ისეთი ინფექციები, რომლებიც ქმნის საზოგადოებისთვის გარკვეულ საშიშროებას, ან ვრცელდება როგორც ეპიდემია, ან შეიძლება იყოს რაღაც ახალი ინფექცია, რომელიც ჯერ არ არის დაფიქსირებული. კვლევითი ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 90-იანი წლების ბოლოდან მიმდინარეობდა. ლაბორატორია ოფიციალურად 2011 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ცენტრში მოსამზადებელი სამუშაოები და ტრენინგები მიმდინარეობს. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ცენტრი დღეს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრთან და ამერიკის ელჩთან ერთად დაათვალიერა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს დაწესებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან მსგავსი ლაბორატორია რეგიონის სხვა ქვეყნებში არ არსებობს. ამიტომ ის მნიშვნელოვანია უცხოელი სპეციალისტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ჩამოვიდნენ და ქართულ კოლეგებთან ერთად სხვადასხვა კვლევები აწარმოონ. ახალი ლაბორატორია საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენიმე კვირის წინ მოექცა. პრესაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჯეფრი სილვერმანი აცხადებდა, რომ თბილისში მდებარე ლაბორატორიაში ჯირეხის, ციმბირის წყულის, წითელას, შავი ჭირისა და H1N1-ის ბაქტერიებს ამზადებდნენ. მისი ვარაუდით არ არის გამორიცხული ამ ვირუსების ხელოვნური გავრცელებაც ხდებოდეს. კვლევით ცენტრში სილვერმანის მოსაზრებებს აბსურდულს უწოდებენ. ამ ცენტრის ამოცანაა დაადგინოს რა ინფექციასთან გვაქვს საქმე და შესაბამისად დაგეგმოს მასთან ბრძოლის მეთოდები. რაც შეეხება ხელოვნურად შექმნას ამ ვირუსების, ამ ბაქტერიების, ესეთი კონსპირაციის თეორია მოგეხსენებათ, არსებობს ყველგან და ნებისმიერ ლაბორატორია შეიძლება დაბრალდეს ამა თუ იმ ინფექციური აგენტის შექმნა. ამერიკული მხარის მიერ დაფინანსებული კვლევითი ლაბორატორია ყურადღების ცენტრში დღეს კიდევ ერთი მიზეზის გამო მოექცა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელიც გუშინდელი რიცხვით თარიღდება, იწყება ცენტრის ლიკვიდაციის პროცესი და ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის უძრავ-მოძრავი ქონება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს უნდა გადაეცეს. ქართული მხარე ამ დადგენილებაზე არ საუბრობს. კომენტარი დღეს მხოლოდ შეერთებული შტატების ელჩმა გააკეთა. ცენტრი ოპერატიული მმართველობის დონეზე გადავა საქართველოს მმართველობის ქვეშ. სურს მადლობა გადაუხადო ქართულ მხარეს, რომელმაც საშუალება მოგწვა მიგვეღო მონაწილეობა ასეთ პროექტში და შეგვეტანა ჩვენი წვლილი ისეთი დაწესებულების შექმნაში, რომელიც მშვიდობიან სამეცნიერო კვლევებს ემსახურება. მალე კვლევით ცენტრში რამდენიმე ლაბორატორია იმუშავებს. სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროში ჩასატარებელი კვლევების გარდა, ლუგარის ცენტრში ახლად გაჩენილი ინფექციური დაავადებების კვლევა და მათი პრევენციაც იგეგმება. სპეციალურ ლაბორატორიებში მიკრობებს მათი გენეტიკის, ანუ DNM-ის დონეზეც გამოიკვლევენ. თვითონ პროექტი წარმატებული არის ბევრი ნიშნის მიხედვით და ერთ-ერთი არის ის, რომ აქ იქნა კომპლექსურად გათვალისწინებული როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე აღჭურვილობითი, ასევე საკადრო და ასევე სასწავლო მეცნიერული ფაქტორები. კვლევების დაწყების შემდეგ ლუგარის ცენტრი ამიერკავკასიაში უნიკალური კვლევითი ლაბორატორია იქნება, რომელიც მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად მთელს რეგიონს მოემსახურება. ცენტრი მომავალში საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან ითანამშრომლებს. ამ პროცესს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალისტები დააკვირდებიან.